Χριστέ აღდგა. Გილოცავ დღესასწაულს, მენაცაცხებლე დედათა ხსენებას. დედები, რომლებმაც უერთგულეს ბოლომდე ქრისტეს და ჯვარცმასვართან იდგნენ. და თამარ დედოფლის ხსენებას, ყველა მოსახელეს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და მცხეთა აღმართული ჯვრის ხსენება არის. ეს ინფორმაცია მომწაი კითხა და დღეს ეს დღესასწაული სამ ადგილზე აღესრულება, უჯარმის ჯვარი მოგზანდება ალავერჩი, ალბათ სადღაც საღამოს 5-6 საათისთვის გადავიხდით პარაკლის, ის ჯვარი აქ იქნება დავზანებული და ყველას ექნება შესაძლებლობა ემთხვეოს. ანუ ეს არის იმ ძველი მომხდარი ფაქტის, რომელიც აღწერილია მოქცევაი ქართლისაში, მისი ასე ვთქვათ გამეორება და შექმნილი ეს ჯვრები ისტორიულ ადგილზე თხოთისმთას მცხეთის ჯვრის მონასტერში და უჯარმას, როგორც თავდაპირველად აღიმართა ეს ჯვრები, ისე დღეს ხარება დღეს მოკვეთილი ხისაგან, როგორც მოქცევაი ქართლისაში წერია, შეიქმნა ეს ჯვრები, ესევე ხარება დღეს მზადდება ეს ჯვრები, ხდება მათი დაბრძანება სვეტიცხოველში და დღეს ხდება მისი ამ სამი მიმართულებით გადაბრძანება. უჯარმის ჯვარი მოგზანდება ალავერჩი და ადრე კიდევ არის ამ უჯარმის ჯვარი ჩვენთან დავანებული, დაბრძანებული. ერთი არის დიდ ლაშახში, თათუშეთში არის წაღებული ეს ჯვარი, მეორე არის ბიჭეხში მისი მსგავსია, მეორე არის ხადორის ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში არის დაბრძანებული. ბიჭეხში ჯვარი ასევე წაბრძანებული და შემდეგ ის დაზიანდა და შეიქმნა მისი მსგავსი ჯვარი და ეხლა წოლვათას და ეხლა მობრძანდება ალავერჩი. დღეს აკითხული 60 ქულო ნათლად გამოხატავს თუ რა ძალა არის ჯვარი. ვინა მოემედე ჯვრის ძალის შეწევნისა და ვინ არის ასე ვთქვათ უგუნურობაში მყოფი. რამე თუ სიტყვა იგი ჯვარისა, წარწმენდულთა მათთვის სიცოცხლე არს, ხოლო ჩვენ ცხოვრებულთა მამათთვის ძალ ღვთისა არს. წარწმენდულნი ვინ არიან, რომელთაც შეიძულეს ქრისტე ადამიანთა მოდმის გამოხსნელი იარაღი ჯვარი და მას დასინოდნენ. საეკლესიო ისტორიაში ბევრი მაგალითი არის იმისა, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანებს, ქრისტეს მიმდევრებს და ჩვენს უძლებელ იარაღს, ნიშს, ჯვარს. გახსოვთ კონსტანტინე დიდს გადამწყვეტი ბრძოლის წინ გამოეცხადა ჯვარი და ესმა ხმა ზეციდგა, რომ ეს გამოსახულება გაეკეთებიათ ფარებზე, მუზარადებზე, გაიმარჯვეს და აი ამ ჯვრის ძალით მართლაც ბევრი ადამიანისათვის საცნაური გახდა მისი ცხოველსყოფელი მოქმედების უნარი და ძალა. მოციქული კიდევ ყვება იმ პირველი საუკუნეების ამბავს, როდესაც ქრისტიანებს დევნიან და ჯვარს შეურაცხყოფენ, რადგან ეს იყო დასაჯელი იარაღი და იქ ყველა სახის დამნაშავეს ჯვარს აცმევდნენ და ეს იყო სამარცხვინო დასჯის იარაღი. ხოლო უფალმა როცა რომ მოვიდა ეს ადამიანური ამა სოფლიური სიბრძნე ყველაფერი განაქარვა და პირველი ამის მაგალითი რა იყო, რომ მეთევზურნი მოციქულებად გამოარჩია, რომელთაც მეთევზეობის გარდა არაფერი არ იცოდნენ. არა ბრძენი, არა ფილოსოფოსნი იმ პერიოდის თქვათ და არც თქვათ რომელიმე წარჩინებული გვარიდან გამოარჩია ყველაზე უბრალონი.
და ამბობს მოციქული რამე თუ წერილ არს წარსმინდო სიბრძნე იგი ბრძენთა და მეცნიერება იგი მეცნიერთა შეურაცხო სადა არს ბრძენი სადა არს მწიგნობარი სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისა ანუ არა განაცოფა ღმერთმა სიბრძნე იგი ამის სოფლისა მართლაც ესეა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება გახსოვთ როდესაც ღირსი მამა ზოსიმე ეკითხება კი მაგრამ ესე ზეპირად წმინდა წერილიდან როგორ ამბობ ნაწყვეტებს ციტატებს სადისწავლე ეუნება წიგნი არ წამიკითხავს არც ვიცი კითხვა უფალმა საფრთხო ძალა მასწავლა მე ეს ყველაფერი სიბრძნე ფილოსოფოსები იყვნენ ანტიკური ხანის ბრძნობდნენ ქვეყნის შექმნელზე შექმნაზე ყველაფერზე ამაოდ მაგრამ გვახსოვს ჩვენ როდესაც სპირიდონ ტრიუმფუნტელი რომელიც ასეთივე უბრალო მღვდელმთავარი იყო და აი ამ კამათში არ იღებდა მონაწილეობას თუმცა კი ესრებოდა და ფილოსოფოსის შემდეგ რომელიც მოექცა მართლმადიდებლობაზე ამბობს რომ წარმოიდგინეთ როდესაც ვეპაიქრებოდი და იგივე მეთოდით მე მიპირისპირდებოდნენ ჩემი ასე თქვა სიტყვათა მარაგით ცოდნით თითქოს ვძლევდი მაგრამ ეს უბრალო ეპისკოპოსი როცა რო იწყებდა ლაპარაკს მისი პირიდან ცეცხლოვანი შუქის ხივი გამოდიოდა და ისე უბრალოდ ლაპარაკობდა რომ მე მის წინააღმდეგ არაფერი აღარ მქონდა ვერაფერს ვეღარ ვამბობდი და სამებაზე იყო იქ კამათი და სპირიდონ ტრიუმფუნტელი ყველას თანდასრებით მოახდენს ესეთ სასწაულს აიღებს სამების ერთობაზე და შეურაცხყოფაზე იყო იქ კამათი აიღებს აგურს მოუჭერს ხელს დაიფშნება და ეუნება ხო ხედავ დაიფშნა თიხა ამოვარდა ცეცხლი და გავიდა ქვემოთ წყალი ეს ცალ-ცალკე მატერია მაგრამ მერთია როგორც აგური ასევე მეცნიერთა ხო ძალიან ბევრს ჭობენ და ამბობენ მაგრამ ქრისტე რო აღდგა დახურულ კარებში კედლში გაიარა და თავის მოციქულებთან მივიდა და ახარა გიხაროდენ ის სიტყვა უთხრა ვინც ქრისტე მერთი იწამა მისთვის დაუძლეველი და შეუძლებელი არაფერი არაა რამე თუ ვინაიდან სიბრძნითა მით ღვთისათა ვერისნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი ანუ საფრთხო სიბრძნე ამ წუთისობლის კაცობრიულმა სიბრძნემ გონებამ ვერ დაინახა ვერ აღიქვა მამებიც ამბობენ ღმერთი შეუცნობელია და კაცობრივი გონებით მისი აღქმა არის შეუძლებელი შესაძლებელია მხოლოდ როგორც სახარებაში ამბობს უფალი ვისაც მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა აქვს მას შეუძლია ყველაფერი გაიგოს რადგანაც ღმერთი მას გულუბრალოს თამდაბალს და მორჩილს ღვთისმცნებისას ყველაფერს უცხადებს ვერისნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი ჯერიჩინა ღმერთმან ქადაგებით ამით სისულელისათა ცხოვრება იმ მორწმუნეთა მათ და ქადაგების აი ეს როგორ შეიძლება იქადაგო დაუსაბამოზე რომელიც თავის თავზე ამბობს ანი და ხოეა მის მიერ შეიქმნა ყველაფერი და ეს სიტყვა თავად ღმერთი იყო და აი ამის ქადაგებით ამ სოფლიური სიბრძნე სისულელი დაქცია განაქარვა მაგრამ ამ სიტყვით აი ამ სიბრძნის წუთისოფლის სიბრძნის მიმდევარნი მოაქცია და ღმერთის იესო ქრისტეს მორწმუნე დაქცია მათი მიმდევარი და ვინ ქადაგებდა ყოფილი მეთევზურები ანუ მეთევზეები რომელთაც სულიწმინდის მადლით მიეცათ ნიჭი ქადაგებისა წინასწარმეტყველებისა და სასწაულთა ქმედებისა და სხვა მრავალი ვინაიდან ხურიანიც სასწაულსა ითხოვენ დღესაც ხო ბევრი ადამიანი ითხოვს აბა სად არის სასწაული ღმერთი რო ვიწამო
განა იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ ღამდებლა და თენდებლა. ბავშვი დედის წიაღში ჩაისახება და უკვე წინასწარ განსაზღვრულია მისი გონებრივი შესაძლებლობა, თვალის ფერი, სიმაღლე, ყველაფერი. შემდეგ ის ღვთითმოცემული ნიჭი ადამიანმა თავისი შრომით უნდა გააბეროს და უფრო უნდა განამტკიცოს. და წარმართნის სიბრძნესა ეძიებენ, ამაოდ ბრძნობენ. დღეს ბევრი თეოლოგი ბრჭყალებში ლაპარაკობს მერძე სათნოებაზე, მაგრამ მათი სიბრძნე მკვდარია. რატო? იმიტომ რომ მათ საქმე არ აქვს, მხოლოდ ლაპარაკობენ. ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯვარცმულსა, ხურიათათვის საცდურს და წარმართთათვის სისულელეს. და აქ დღესაც ესეა. ეკლესიას თუ დევნიან მიზეზი რა არის? გვიწუნებენ რწმენას, როგორ შეიძლება ჯვარცმულის რწმუნება, როგორ შეიძლება ის ზღაპრები, რომლებიც წინა საუკუნეებში დაიწერა და ითქვა, დღეს 21 საუკუნეში ამას ყველაფერს ვიჯერებდეთ. ერთი დიდი მეცნიერი ყავდა, მუსხელიშვილი, მათემატიკოსი, ძალიან დიდი მეცნიერი იყო. და იმ დროს, ესე იყო, საბჭოთა კავშირი იყო და ყველაფერი ცენტრალურ ქალაქში, მოსკოვში უნდა განემარტათ. და უნდა ყველა სამეცნიერო ხარისხი იქ უნდა დაეცოდა. და საოცარ ამას ამბობს. მე ჩემი აი ამ მათემატიკური კვლევებით, ფორმულებითა და ალგორითმებით მე დავამტკიცე, რომ ღმერთი არის. ღმერთი არსებობს. და საითაც არ უნდა წავიდეთ და როგორადაც არ უნდა ვიკვლიოთ და ვეძებოთ, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ მას. მათემატიკური სიდიდე თუ ფიზიკა თუ რა ვიცი, ბუნების ზალა. ერთი ყველაზე ნათელი არის. ამ ჩემი გამოკვლევით მე ამას მივხვდი, რომ ის ზალა, რომელიც ამ ყველაფერს ჰარმონიულად წონასწორობაში აქცევს და მართავს, ეს არის ზალა, რომელსაც მე ვარქმევ, რომ ღმერთი არსებობს. მე ჩემი ამ კვლევით დავამტკიცე, მაგრამ ეს თქვენთვის, მაგრამ ჩემთვის მე გულში ღმერთი ვიპოვე. საოცარ სიტყვებს ამბობს. ხოლო მათვე ჩინებულთა ხურიათა და წარმართთა ქრისტე ღვთისა ძალი არის და ღვთისა სიბრძნე. ანუ ამათგან ვინც ასე თქვა დაემოწაფა ქრისტეს, მათთვის ეს ძალა არის ღვთისა და სიბრძნე. რამე თუ სულელი იგი ღვთისა უბრძენეს კაცთა არს. მამა გაბრიელი, რომელიც სალოსობდა და ბევრი სალოსის ისტორია ვიცით ჩვენ. ადამიანები დასინოდნენ და ეუბნებოდნენ, სულელია, გონს არ არის, რეებს აკეთებს, როგორ იქცევა. საპირველ მაისო, ასე ვთქვათ, პარადზე, მაშინ პარადებს ვეძახდით. ცეცხლი წაუკიდა უზარმაზარ ტილოზე დახატულ იმ დროს ბელადად წოდებულ ლენინის გამოსახულებას. დაიჭირეს, ციხეებში ჰყავდათ, ფსიქიატრიულშიც მიიყვანეს და საოცარი სასწაულით ღმერთმა იხსნა მამა გაბრიელი. მაგრამ უმეტესობა ადამიანებისათვის ეს იყო სულელი, მაგრამ მოციქული ამბობს, სულელი იგი ღვთისა უბრძენეს კაცთა არს. იმაზე მეტი საფრთხო ნიჭი ჰქონდა და იმაზე მეტი ღვთის მადლი. და ამას ბევრი ლაპარაკობს, სიტყვა რო არ გავაგზავნო. და უძლური იგი ღვთისა უძლიერეს კაცთა არს. სახარებიდან გავიხსენოთ. განრღვეული მიიყვანეს უფალთან. განრღვეული მიიყვანა მისმა ოთხმა მეგობარმა მხლებელმა. და რო ვერ შევიდნენ, სადაც მაცხოვარი იჯდა. და არ უნდოდა განროულს ისე წასულიყო, რომ კურთხევა არ მიეღო, ალბათ უთხრა თავის თანხლებს, მეგობრებს, რომ სახურავი აეხადა და იქიდან ჩაეშვათ უფალთან. ნახა უფალმა და თქვა, მსგავსი სარწმუნოება მე არ მინახია. უთხრა, სარწმუნოება მან შენთან გაცხონა, შენ ადგა ალაგა თავისი ცხედარი და წავიდა. ეს უძლური ადამიანი და რამდენი ესეთი ჩვენ ვიცით წმინდანები, რომლებიც აი დაბადებით იყვნენ
საწოლს მიჯაჭვულნი, მაგრამ საფრთხო მადლი იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ქვეყანა დიდები, მთავრებიც, მეფეებიც კი მიდიოდნენ მათთან და ითხოვდნენ ღვთის განგებულებისა ახსნას და თავისი შეჭირვებული, ასე ვთქვათ, მდგომარეობის გამოსავალს მათთან ეძიებდნენ. რამე თუ იხილე დღა ჩინებულთა იეგე თქვენი ძმანო, არა მრავალნი ბრძენ არიან ხორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიან, არა მრავალნი აზნაურ არიან, არამედ სულელნიგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმა, რათა აცხონოს ბრძენნი და უძლურნიგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმა, ანუ გამოარჩია, რათა აცხონოს ძლიერთა, არწყვინოს, უпроსორედ, არწყვინოს ძლიერთა. წმინდა გიორგის მოწამეობისას არაფერი იარაღი მას არ ქონდა, ყველაფერი დატოვა, ეს სამხედრო პატივის ნიშანი, რეგალიები. შუბს რომ უძგერებდნენ, თითქოს ცვილისაგან დამზადებული იყო, ისე იღუნებოდა, ისი ბასრით პირი და კირის ორმოში ჩააგდეს და იქიდან ღვთის დიდებით ამოიყვანეს ხელება ყრობილი რო ნახეს. მათი წმინდა გიორგის და მათი მისი მსგავსი წმინდანების ღვაწლით უფალი ამხელს და არცხვენს იმ ადამიანებს, ვისაც გულისხმის ყოფა აქვს, ის მოექცევა. ვინც არა და დიოკლეტიანესავი დარჩება ურწმუნო და ისევე დატოვებს ამ წუთის სოფელს, როგორიც რომ მოვიდა ურწმუნოებით. და მე მორავეთ თქვენ და ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყვითა სიბრძნისათა, მითხრობათ თქვენ და წამება იგი ღვთისა. ლოგიკული ამბობს, მოვედი არა იმიტომ რომ ბრძენი ვარ და სიტყვა მომეტებული მაქვს და სიბრძნით თავს იწონებ. არა, მე ამითი არ მოვესულა, იმიტომ რომ ამითი არ გიქადაგოთ ღმერთი ქრისტე. რამე თუ არ არა ის სხვა დავიდე გულსა ჩემსა უწყებათ თქვენ და ჩემს გულში მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მე თქვა თქვენთვის უწყებათ თქვენ და მე თქვა თქვენთვის იესო ქრისტე და ესეცა ჯვარცმული. ჩვენთვის ჯვარი არის ძალა, სიხარული, ჩვენი თავისუფლება, რაზეც მოქცევა ქართლისას ვეძახით. ესეც ღვთის გამოჩინებით ჩვენზე დიდი წყალობა იყო მოვლენილი, რომ ჩვენ გვეცნო ჯვარი, რომლითაც უფალმა არა მარტო ჩვენ მთელი კაცთა მოდმა გამოიხსნა. და როდესაც ქართლში აღიმართა ეს ჯვარი, მაშინ მთელ საქართველოში კერპები დაიმსხრა. ასევე შევთხოვთ დღეს ჯვარს, რომ დაარღვიოს კერპები, რომელიც ჩვენი უყურადღებობით, ჩვენი სულიერი სისუსტით, არა საკმარისი სიმტკიცით რწმენაში გაჩნდა და ჩვენ ხელი შევუწყეთ ამ კერპების აღმოცენებასა და დამკვიდრებას. რომ აი ეს კერპებიც დაარღვიოს უფალმა თავისი ძალით. და ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას მისცეს ძლიერება და ძლიერება რა არის ჩვენი? თითქოს ხელშესახებია, მაგრამ ვერცხლით შეეხები. რწმენა იესო ქრისტესი, რამაც დღევანდლამდე მოგვიყვანა, ხსოვნა შეგვენარჩუნა ჩვენი დიდი წინაპრებისა და იმედი ჩაგვისახა ჩვენი საღვთო განგებულებით კეთილი ბედნიერი მომავლისა. მხოლოდ ქრისტეს ერთგულებით შეიძლება, რომ ქვეყანა იყოს ღონიერი და ქვეყანა იყოს ბრძენი, ანუ ერი. და ღმერთს ვთხოვთ, ცხოველმსხმელ ჯვარს, რომ დაიცვას და გააძლიეროს ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. 6 მაისს არის წმინდა გიორგის ხსენება.
ესე იგი თუ ამინდი ხელს შეგვიწყოს ალბათ თათუშეთში გვექნება წირვა წმინდა გიორგის ტაძარში ეს არის სოფელში ილურთაში იქ ტაძარი არის თუ ამინდი იქნება აქ გვექნება წირვას დავიწყებთ დილის 6 საათზე დილა ყველაზე კარგი დრო არის უბრალოდ დილაბნელი ყველაზე კარგი დრო არის რომ ღვთისინაშე დავდგეთ ლოცვად და ვითხოვოთ დიდმოწამე გიორგისაგან მფარველობა და შეწევნა ვერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა